ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის დაჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 6 პირის სასამართლო პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მიერ წარმოდგენილი 3 მოწმე გამომძიებელი დაკითხეს, მათ შორის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ღუნაშვილი. მისი თქმით, მას სურდა სასამართლოს სხდომათა დარბაზში ეჩვენებინა ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ბრალდებულების დანაშაული მტკიცდებოდა. ამას პროტესტი მოჰყვა ადვოკატების მხრიდან, მათი თქმით, პროკურატურა ამ ფაქტით მტკიცებულებების შეცვლას ცდილობს და საქმეში ამ ვიდეოს დართვა უნდა, რაც მოსამართლის განმარტებით არ მოხდება. მოსამართლის თქმით, მოწმეს აქვს უფლება ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და მან მისცა უფლება მოწმე გამომძიებელს ვიდეო დარბაზში ჩაერთო, რასაც ბრალდებულების პროტესტი მოჰყვა. ზვიად ცეცხლაძის თქმით, ვიდეოს ხმის ავთენტურობაში ეჭვი ეპარებათ. აღნიშნული ვიდეო წინა პროცესზე ბრალდების მხარეს უნდა ეჩვენებინა. ვიდეო მასალა საქმეში წარმოდგენილი ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა, თუმცა პროკურატურის ვიდეო მტკიცებულება სასამართლოში ვერ გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ მას ხმა არ ჰქონდა. დღესვე სხდომაზე ასევე დაიკითხნენ გამომძიებლები ლევან ბასილაძე და გიორგი ჯიქია. მათი თქმით, გამოიკვლიეს ვიდეო მასალა, რაც პირადმა წყარომ მიეწოდა. დაკავებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. სასამართლომ სამწუხაროდ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც მან საქმეში დაურთო არსაიდან მოსული ინფორმაცია, მასალა, რომელიც ავთენტურობას ვერ დგინდება და საერთოდ ვერ დგინდება არის თუ არა ის ინფორმაცია, რომელიც წარდგენილი არის ასევე სასამართლოში და ასევე დაცვის ხარისხის არის წარდგენილი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სასამართლოში წარდგენილი ვიდეო მასალასაც არ ქონდა ხმა, რომელიც ვერანაირი ინფორმაცია ვერ იკითხება და ვერც ისმინება. სწორედ ეს იყო და ეს ჩვენი უკმაყოფილება მოიწვია ამ ფაქტმა, როდესაც მოსამართლემ ფაქტობრივად აი ამ გადაწყვეტილებით ირიბად დაარღვია ის მთავარი ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სისხლის სამართლის პროცესი და ეს არის შეჯიბრდობის პრინციპი. მნიშვნელოვანი მტკიცებულება, როგორც ამას ბრალდების ხარი ამბობს და უთითებს ზვიად ცეცხლაძის სისხლის სამართლის საქმეში, თითქოს და ეს მტკიცებულება ადასტურებდა ზვიად ცეცხლაძის მხრიდან ორგანიზების გაწევას, მაშინ როდესაც აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეო მასალა ფიზიკურად არ იყო რელევანტური და არ იყო თავისი შინაარსით ინფორმაციული, სხვა მეთოდით, არასწორი და უკანონო მეთოდით შეძლო და წარმოადგინა ბრალდების მხარე სასამართლოში. ამას შედეგად მოყვა, რა თქმა უნდა, პროტესტი ბრალდებულების მხრიდან, მათ დატოვეს პროტესტის ნიშნა დარბაზი და ბუნებრივია, მათთან შეუთანხმებლად საქმისთვის მნიშვნელოვანი მოწმის ძირითადი გამომძიებლის დაკითხვისთვის მოსამზადებლად გჭირდებოდა დრო და დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ გადადებულიყო სხდომა არა თუ დღევანდელი 30 ივლისის სხდომას.